პრემიერმა კვირიკაშვილმა სახელმწიფოს ქონება განკარგულებით მეგობრის სიძეს გადასცა. განცხადება მან მთავრობის ხდომაზე 1 წლის წინ 2016 წლის 18 ივლისს გააკეთა. შპს Construct and Visions სახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება მიწადა ძველი საწარმოო ნაგებობანი, სადაც ის განახორციელებს მინიმუმ 700,000 ლარის ინვესტიციას. კომპანია კონსტრაქტვიჟენი, რომელზეც პრემიერი საუბრობდა, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის. შარაშიძე კვირიკაშვილის მეგობრის, გიორგი გაჩეჩილაძის სიძე, მისი შვილის მეუღლეა. კონსტრაქტვიჟენი თითქმის უცნობი კომპანიაა. მის შესახებ საძიებო სისტემაში მხოლოდ ის იძებნება, რომ პრემიერმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწა და შენობები გადასცა. უცნობი სიძე ამ კომპანიის მფლობელი პრემიერის განკარგულებამდე 1 თვით ადრე გახდა. მანამდე სხვა პირს ეკუთვნოდა, რომელმაც კომპანია უცნობი სიძეს აჩუქა. რანიშნით გამოარჩია პრემიერმა კვირიკაშვილმა კონსტრაქტვიჟენი და ხომარი მოქმედა მის გადაწყვეტილებაზე უცნობთან მეგობრობამ. ბატონო პრემიერისთვის ამ კითხვების დასმის საშუალება არ მოგვეცა. ბატონო გიორგი, თქვენ პირდაპირ მიყიდეთ წესით? შეიძლება კითხოს დავსვათ. ბატონო გიორგი, შეიძლება. როგორ მიიღო პრემიერისგან სახელმწიფო ქონება მისმა სიძემ, გიორგი გაჩეჩილაძესაც ვკითხეთ. მეგობრობ პრემიერთან. კვირიკაშვილმა ერთი ჩემი სიძე იყო და საერთოდ თუ მაგ მიწას ვაძლევდა, მისცეს იმ პირობით, რომ შეთავაზებებით და ხელისუფლების მისამართი. კვირიკაშვილი არ მინაშია ალბათ 3 წელია რა. გაჩეჩილაძემ გითხრა, რომ პრემიერი წლებია არ უნახავს, თუმცა მათ მეგობრობა საჯაროდ 1 წლის წინაც დააფიქსირეს. მე მქონდა ჩემს მეგობართან შეხვედრა. პრემიერ-მინისტრის ჩემი ძმაკაც მეგობარია. 2 დღეში ერთხელ მასთან ხვდები და შეხვედრა მაქვს. ამაში რა არის პრობლემატური, ვერ გავიგე. კვირიკაშვილის განკარგულებით უცნობი სიძეს ლილოში მდებარე 12,900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 6 ძველი შენობა 326,000 ლარად გადაეცა. შარაშიძეს თანხის ერთი ნაწილი 3 თვეში, მეორე ნაწილი კი 6 თვეში უნდა დაეფარა. ხელშეკრულებით ამ მიწაზე კონსტრაქტვიჟენს 2019 წლამდე საწარმო უნდა აეშენებინა, სადაც 70 ადამიანს დაასაქმებდა. ეს არის მიწის ნაკვეთი, რომელიც პრემიერმა კვირიკაშვილმა უცნობი სიძეს გადასცა. ამ სტატიაში წერია, რომ 2016 წლის ბოლომდე აქ მინაპლასტიკის ქარხანა აშენდებოდა, თუმცა ჯერ მხოლოდ ნანგრევებია. უფრო მეტიც, გიორგი შარაშიძეს ამ მიწის საფასური სახელმწიფოსთვის დღემდე არ გადაუხდია. გიორგი შარაშიძე ინტერვიუს დაგვპირდა, თუმცა არ შეგვხვდა. კითხვები მხოლოდ ტელეფონით დავუსვით. თქვენი კომპანია კონსტრაქტვიჟენი, რომლის დირექტორი ხართ თქვენ 100%-ით? კი ბატონო. დიახ, არ გადაიხადეთ მიწის საფასური. როგორ გიგადრებთ ისი გადასაფასური? ეკონომიკის სამინისტროში გითხრეს, რომ 6 თვეში უნდა გადაგეხადათ ამ მიწის საფასური 300,000 ლარზე მეტი და დღემდე არ გაქვთ გადახდილი, არა და გავიდა 9 თვე. ასეა? სხვა რამე ვერ დაიკითხეთ იმ კონტრაქტში, მარტო ეგ უნდა გადამხადოთ თუ ასევე უნდა მომეძებნა ინვესტორი ჩამომეყვანა და ასე შემდეგ. თანხა არ გადაგიხდიათ ხომ ასე? კითხეს რატომ გაურბიხართ? კითხოს გაურბიხართ. თანხა გადაიხადეთ? ჟურნალისტი, რომელიც ატარებს მithumetes გამოძიებას, უკვე ბევრად რაღაცები უნდა იყოს მისთვის საინტერესო, ვიდრე ეს ცალკეულ ხელმისაწვდომს სოლდეს. თანხის გადაუხდელობის გამო კონსტრაქტვიჟენს პირგასამტეხლოდ დააკისრეს, მაგრამ უცნობი სიძემ ვალდებულება მაინც არ შეასრულა და ეკონომიკის სამინისტროს გადახდის ვადის გაზრდა მოსთხოვა. მიზეზად საპარტნიორო ფონდთან პროექტის დაფინანსებაზე წარმატებული მოლაპარაკება დაუსახელა. სამინისტრო მეორედაც დათანხმდა და ბოლოთარიღად მიმდინარე წლის 17 მაისი განისაზღვრა, თუმცა კონსტრაქტვიჟენმა თანხა მაინც არ გადაიხადა. ჩვენ დავინტერესდით, რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა უცნობი სიძე საპარტნიორო ფონდთან, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული და სახელმწიფო კომპანიების აქტივებს მართავს. ფონდიდან მოგწერეს, რომ კონსტრაქტვიჟენმა 2016 წლის ოქტომბერში დაფინანსების მოპოვებისთვის მათთან პროექტი მართლაც შეიტანა, თუმცა შესწავლის ეტაპზე დამატებით კითხვებზე არ უპასუხა და შესწავლა 2016 წელსვე შეწყდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს, როცა უცნობი სიძე ეკონომიკის სამინისტროს ფონდთან წარმატებულ მოლაპარაკებებზე წერდა, მოლაპარაკებები უკვე შეწყვეტილი იყო. გამოდის, რომ ეკონომიკის სამინისტრო გიორგი შარაშიძის სიტყვას ენდო. ისე გადაუვადა თანხის გადახდა, რომ არც გამოიკვლია საპარტნიორო ფონდთან მოლაპარაკებების რეალურობა.
უცნობი სიძის კომპანიამ ყველა ვადა დაარღვია და არც ერთი ვალდებულება არ შეასრულა. თუმცა სახელმწიფოსგან გადაცემული ქონება მხოლოდ მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც ამ საკითხით სტუდია მონიტორი დაინტერესდა. ჩვენ სამინისტროს 30 ივნის მივწერეთ და კანონის დარღვევით მხოლოდ 12 ივლისს მოგვაწოდეს დოკუმენტი, საიდანაც ჩანდა, რომ ჩვენთვის პასუხის გამოგზავნამდე ერთი დღით ადრე 11 ივლისს Construct Visions ქონება ჩამოართვეს. ამ დროს უკვე თითქმის 2 თვე იყო გასული გადახდის ბოლო ვადის დადგომიდან. რას ელოდებოდნენ ამ დრომდე? ამ კითხვაზე ქონების მართვის სააგენტოში ინტერვიუ არ მოგვწეს. წერილობით კი გვიპასუხეს, რომ სამოქალაქო კოდექსს დაეყრდნენ, თუმცა კოდექსის მუხლი არ მიუთითებიათ. უცნობი სიძის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები ამით არ მთავრდება. გიორგი შარაშიძემ 2016 წელს კომპანია Citroen Georgia დააფუძნა და ავტომანქანების ბაზარზე გამოჩნდა. ამ კომპანიამ 4 სახელმწიფო ტენდერი მოიგო, თუმცა სრულყოფილად არც ერთი არ შეასრულა. Citroen Georgia-ს პირველი სახელმწიფო შეკვეთა სახელმწიფო კომპანიას საქართველოს ფოსტას უკავშირდება. ტენდერი 2016 წლის 4 მაისს გამოცხადდა. უცნობი სიძემ გიორგი შარაშიძემ კომპანია Citroen Georgia ამ ტენდერის გამოცხადების შემდეგ 20 მაისს დააფუძნა. 25 მაისს კი ტენდერში გაიმარჯვა. მან კონკურენტს 1 ლარით მოუგო. არ არსებობს შემაფერხებელი გარემოება. 5 დღის შექმნილ კომპანიას ფოსტამ ჯამში 200,000-ზე მეტი ღირებულების შეკვეთა ისე გაუფორმა, გამოცდილება არ მოუთხოვია. არადა სახელმწიფო დაწესებულებები ანალოგიური შესყიდვებისას გამოცდილებას თითქმის ყოველთვის ითხოვენ. Citroen Georgia-მ ფოსტას ავტომანქანები განსაზღვრულ დროში ვერ მიუყვანა. ფოსტამ ვადა ორჯერ გაუხანგრძლივა. გამარჯობა, სტუდია მონიტორი ჟურნალისტი. საბოლოოდ მანქანები დაგვიანებით მიუყვანა, თუმცა მოგვიანებით საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ფოსტამ Citroen-ს ხელშეკრულება გაუწყვიტა. ფოსტაში ინტერვიუზე უარი გვითხრეს. ჩვენ კითხვები ფოსტის დირექტორს ლევან ჩიკოაიძეს მაინც დავუსვით. კომპანიამ ისე მოიგო თქვენი ტენდერი, რომ მხოლოდ 5 დღის დაარსებული იყო და თქვენ არ მოსთხოვეთ გამოცდილება. არც მესმის ერთხელაც ლაპარაკობ. Citroen Georgia-ზე. არ ვიცნობ ეხლა თემას. თუ არ იგითხარით, ესე იგი უარი გითხარით, მაშინ არ ვიცნობ. ეს კომპანია გაჩეჩილაძეების სიძეს ეკუთვნის, რომლებსაც თქვენი მეგობრები არიან ისინი, ხომ არ ასეა? ვიცი, ვის ეკუთვნის კომპანია, არ ვიცი რა თემაზე მელაპარაკებით ეხლა. დიახ, 2016 წლის ტენდერზე. პრეზენტაციის განხილვა. არ ვიცი რა თემაზე. ანუ არ იცით, რომ Citroen Georgia ეკუთვნის, იმიტომ რომ თქვენ იყავით სატენდერო კომისიაში, რომელმაც განიხილა ეს საკითხი, ანუ ერთი ტენდერი მოიგო ამ კომპანიამ 2016-ში. უნდა არ ვიცნობ თემას, რაზეც მელაპარაკებ. ფოსტის დირექტორს Citroen Georgia წესით უნდა ახსოვდეს, რადგანაც ლევან ჩიკოაიძე და გაჩეჩილაძეების ოჯახი წლებია მეგობრობენ. ჩიკოაიძემ ლევან გაჩეჩილაძის შვილი მის დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიაშიც დაასაქმა. არ ვიცი ვინ არის გაჩეჩილაძეები, არ ვიცი კომპანია თქვენი რომელსაც მეგობრები არ ახსენე. არიან, ძმები გაჩეჩილაძეები. ხო, კი ბატონო. არ ვაძლევ სტუდია მონიტორს ინტერვიუს და არ მივცემ არასდროს. რატომ? გასაგებია? გადავაშავეთ. აი ეხლა რასაც აკეთებ, თამაშაშავებ. ფოსტის ტენდერში მიღებული გამოცდილებით Citroen Georgia მოიგო ეროვნული ბანკის, სახელმწიფო კომპანია ექსპრესის და ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის შეკვეთები, თუმცა არც ერთ ჩამოთვლილ ორგანიზაციას ავტომანქანები არ მიუყვანა. მართალია ამ შეკვეთების თანხა Citroen-ს წინასწარ არ აუღია, თუმცა სახელმწიფო უწყებები თავს დაზარალებულად თვლიან. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ 6 მანქანა სასწრაფო ჭირდებოდათ, თუმცა Citroen Georgia-ს ვეღარ პოულობენ და კონტრაქტი შეუწყვიტეს. 27 თებერვალს გავაფორმეთ Citroen Georgia-სთან ხელშეკრულება 6 ახალი ავტომანქანის შეძენაზე. პირდებოდნენ, რომ ყველა დროზე მოიყვანნენ და ისინი არანაირი კონტაქტი არ გამოდიან, დღესაც აბსოლუტურად არაფერს არ გვეუბნებიან. 27 ივნისს ამოიწურა ვადა, გადავწყვიტეთ, რომ ცალმხრივად შეგვეწყვეტა ხელშეკრულება, იმიტომ რომ ჩვენ პრობლემები ქონდა მანქანებთან დაკავშირებით. Citroen Georgia-ს მოძებნა ჩვენც გადავწყვიტეთ, რათა გვეკითხა, რატომ არასრულებს ვალდებულებებს კომპანია, რომელიც აცხადებს, რომ ცნობილი ფრანგული მარკის ავტომანქანებით ვაჭრობს. გამარჯობა, ქეთიკის მაინც. გამარჯობა, შეპესე Citroen Georgia-ს ოფისი სად აქვს? მისამართი შეგიძლიათ რომ ითხრათ? დიდუბეში დიღმის მასივი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ბელიაშვილის რა ნომერია? ნომერი არ არის მის
მითითებული. ახლა ბელიაშვილის ქუჩაზე ვართ, სადაც Citroen Georgia ცენტრი უნდა ყოფილიყო. ჩვენ დავათვალიერეთ მთელი ქუჩა, თუმცა აქ მსგავსი ცენტრი არ არის. ასევე გამოვკითხეთ ადამიანები, თუმცა მათაც Citroen Georgia აქ არასდროს უნახავთ. საინფორმაციოში გვითხრეს, რომ Citroen-ის ოფისი, Citroen Georgia-s ოფისი არის სადღაც ბელიაშვილის ქუჩაზე და ხომ არ იცით ვეძებთ. Citroen-ის. გიორგი შარაშიძეს ტენდერების შესახებაც ტელეფონით ვკითხეთ. მანქანები მოდი ესე იგი არ ვიბატონეთ, იმიტომ რომ ჯერ არ აგვაქვს მიწოდების ვადა დარღვევილი. აი ნუ მაგალითად ეროვნული ბანკის ვადა არ ამოიწურა მიწოდების? რატო გადააცი? შეიძლება სხვა ტენდერი. კარგით, ბათუმის სასწრაფოები, რომლებმაც ასევე გვითხრეს, რომ თქვენ დაარღვიეთ მიწოდების ვადა. ჩაიხედეთ კონტრაქტში, შეკვეთილი შეგვიძლია თუ რა ხდება. უცნობი სიძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ ავტომანქანების მიყვანისთვის ვადა კიდევ აქვს. ამას ადასტურებს ფოსტის, ეროვნული ბანკის ჟპს ექსპრესის, ბათუმის სასწრაფოების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილი წერილები, სადაც აღნიშნულია, რომ Citroen Georgia-მ ვადები დაარღვია და ავტომანქანები არ მიაწოდა. ჩამოთვლილი უწყებები Citroen Georgia-s შავ სიაში შეყვანას ითხოვდნენ. პირველი ასეთი მიმართვიდან თითქმის თვენახევარი გავიდა. კომპანია კი შავ სიაში მხოლოდ 14 ივლისს შეიყვანეს. ანუ მას შემდეგ, რაც სტუდია მონიტორმა შესყიდვების სააგენტოს წერილობით ჰკითხა, მიმდინარეობდა თუ არა Citroen Georgia-s შავ სიაში შეყვანის პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ შარაშიძის კომპანიები სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ, უცნობი და მისი სიძე სახელმწიფო უწყებებს ჩაგვრაში ადანაშაულებენ. ამარაადეკვატურ სიტუაციას და წინააღმდეგობებს სახელმწიფოსგან იმ წამს გაჩნდა უკვე სერიოზული ეჭვი იმისი, რომ ხო არ არის ეს გლობალური ასე ვთქვათ ჩვენ წინააღმდეგ შეთქმულება, რომელიც სხვანაირად უნდა ასე ვთქვათ დავებით და სასამართლოს ხელით უნდა გავხსნათ ეს ჯაჭვი, ხო? ჩვენ გვაქვს 11-მდე დავა. Citroen იყო შეყობათის საქართველოში და ყველაზე სერიოზულ და კარგ ფასებში, როგორც მე ვიცი რა. კონკურენტული უნარიან ფასებში. და ელექტრომანქანები და ეკოლოგიურად სუფთა და ასე ვთქვათ იმ ფასებში, რა ფასები ჯერჯერობით რა ფასები და ვერავინ არ შემოიყვანა საქართველოში. თქვენ საუბრობთ კომპანიაზე Citroen Georgia-ზე, დიახ, თქვენი სიძის კომპანიაზე, თუმცა არც ერთი ტენდერი მას ფაქტობრივად არ აქვს შესრულებული. ტენდერები აქვს მოგებული და შემდეგ აღარ ასრულებს. ჩვენ ეს დაგვიდასტურეს შემწყიდველებმა. არა, მოგებული. ერთმანეთი რომ მოგებულია, მე უხდება ის ტენდერები და ჯერჯერობით მოგებული რომ იყოს ის ტენდერები შესრულდებოდა. გიორგი შარაშიძემ რამდენიმე ტენდერი დავების საბჭოში მართლაც გაასაჩივრა. მისი საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილეს, თუმცა სადავო ტენდერებში გამარჯვებას ვერ მიაღწია. ერთ-ერთი საჩივარი რეანო მობილებს ეხებოდა. ეს ტენდერი 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების იყო. კომისიამ დაადგინა, რომ ტენდერის მოგების მიზნით Citroen Georgia-მ არაკეთილსინდისიერ გზას მიმართა და პარტნიორი კომპანიის სამუშაო გამოცდილების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს არასწორი მონაცემები წარუდგინა. რის გამოც Citroen Georgia-s ამ ტენდერში დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. ძალიან მაგარი გეგმები. უცნობმა გითხრა, რომ სიძის საქმეებთან არაფერი აკავშირებს და მის ბიზნესში არ ერევა. ჩავრეულო და არ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე არა ვარ ბიზნესმენი, მე ვარ შემოქმედი ადამიანი და ჩემი სიძეანი ბიზნესმენი და არ შეუძლია რომ ბიზნესი აკეთოს ჩვეულებრივად, აუცილებლად უნდა მიაწეყოთ ადამიანს, რომ პირიქაშვილის ისევე მეგობარი და ამით უარი გაკეთებული ეს ყველაფერი. არადა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან დავის განხილვაში სიძესთან ერთად უცნობიც მონაწილეობდა. ეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროშიც დაგვიდასტურეს. რატომ გამოარჩია პრემიერმა კვირიკაშვილმა უცნობი სიძის უცნობი კომპანია? ეს კითხვა ოფიციალურად ერთი კვირის წინ მივწერეთ, თუმცა არ გვიპასუხა. კანცელარიაში ამ საკითხზე დღემდე დუმან.